10 წელია ვიდეოების დადება მინდა YouTube-ზე. ეს არის ის სურვილი, რომელიც სულ მახსენდება და გული მწყდება, რომ არ ავისრულე. და რაც არ უნდა ხდებოდეს ჩემს ცხოვრებაში, ეს სურვილი და სევდა სულ თან დამკვება. ათი წელი. როცა ამას ხმამაღლა ვამბობ, კიდევ უფრო ვიაზრებ, რამდენად აბსურდულად ჟღერს. ალბათ გაინტერესებთ, რატომ არ ვდებდი. ეს ხომ ისეთი მარტივია, მით უმეტეს, როცა ვიდეოების გადაღება მართლა ძალიან მიყვარს. ბოლო წლებში აღარც ვიღებდი. იმდენი ფოტო და ვიდეო მასალა დამიგროვდა, რომ მეც კი აღარ ვუყურებდი. დღეს აღარავის უყურს YouTube-ი. ყოველ მეორეს თუ არა მეხუთეს მაინც აქვს თავისი არხი. მე კიდე სულ მეშინოდა. მეშინოდა იმის თუ რას იფიქრებდნენ სხვაები. ვფიქრობდი, რომ ჩემი ცხოვრება თითქოს არაფრით გამოირჩეოდა. მეგონა, რომ არაფერი მქონდა განსაკუთრებული სათქმელი. არ მქონდა კონტენტი, როგორც ამბობენ. არ მქონდა ბიზნესი, რომელსაც ვისაუბრებდი. არ ვსწავლობდი უცხოეთში, არ დავდიოდი ამაზონის ჯუნგლებში. თუმცა 5 წელი ვიცხოვრე ჩინეთში, ქალაქ პეკინში და მაშინაც კი მეგონა, რომ არავის დაინტერესებდა ჩემი ვიდეოები. ამიტომ ამ ვიდეოს დადებით გადავწყვიტე და გადავდო შიში, რომელმაც წლები წამართვა და უბრალოდ ვაკეთო ის, რაც ყოველთვის მინდოდა. რადგან ყველაზე უბედური მაშინ ხარ, როცა საკუთარი თავის წინააღმდეგ მიდიხარ. აქ არ დაიდება ტიპიური ვლოგი, რომელშიც ყოველი წამი მაყურებლის ყურადღებაზეა გათვლილი. აქ იქნება ჩემი ცხოვრების პატარა ნაწილი. მოგონებები და ამბები, რომლებსაც დაუბრუნდები და გავხსენებ ხოლმე. იმედია, ჩემი ამბავი დაგაფიქრებს იმ ვიდეოს გადაღებაზე, რომელიც ამდენი ხანია გინდა. ან იმ ნახატის დახატვაზე, რომელსაც სახში დაგიდებდი. ან მუსიკის დაწერაზე, რომელიც წლებია თავში გიტრიალებს.